თქვენი თვითონ წინასაარჩევნო დევიზი ქართული ოცნების იყო თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქი. დიახ. ჩემი აზრით აი სატრანსპორტო პოლიტიკას ყველაზე მეტად უხდება დევიზი თბილისი წვალებით სავსე ქალაქი. სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარე ბატონი ობგაიძე ღიად საუბრობდა რომ რა ვქნათო კაცო 700.000 მანქანა დადის თბილისში 30.000 საპარკინგი ადგილიაო არაფერი არ ეშველება ამასო. ამას დაზინა ქალბატონმა ნინო წილოსანმა ჩვენო ჯარიმები იმიტომ შემოვიღეთო რომ ხალხი გადავსვათო მანქანებიდან ავტობუსებში და მარშრუტკებშიო. ბატონმა შალომ ასევე ბრძანა რომ ჩვენო ამისთვისო ჩამოვიყვანეთო 18 მეტრიანიო 10 მეტრიანიო ავტობუსებიო და მარშრუტკები და ასე შემდეგო. აი წარმოიდგინეთ რომ გაქვს 30.000 ადგილი და 700.000 მანქანა. ჯარიმებს ზრდი იყო 10 ლარი გახდა 50 ლარი. ეს არის დარღვევის გამო გამოწები მე დავარღვიე რაღაცა და ამიტომ მიწერა ამ ჯარიმას. თუ ეს არის ხაფანგი რომ შენ ხელი გაქვს ჩაქნეული რომ საპარკინგი ადგილები ოდესმე რამე გამოგივა და გააკეთებ ხარ გამოჭერაზე ადამიანების ამის გაჭირვებული ხალხი რომელიც 700.000 კაცი რომელიც მანქანი დადის მუშაობს შრომობს რაღაცა შვება იმის გამო რომ 30.000 მეტი ადგილი რომელიც კომუნისტებმა მემკვიდრეობით დაგვიტოვეს თურმე ხალხს ვაჯარიმებთ გადავსვამთ მარშრუტკებში და ეს არის აი საქმე ეს არის სიკეთით სავსე ქალაქის ქმედება. მე როგორც ვიცი, არც ბატონი კახი, არც ბატონი გიორგი, არც ბატონი შალვა თავის სამსახურში არ დადიან, არც 18 მეტრიანი ავტობუსებით, არც 12 მეტრიანი ავტობუსებით, არც მათი ოჯახის წევრები არ დადიან 12 მეტრიანი ავტობუსებით. კითხვა გაუბედურებული იყო ავტობუსები და ჩავანაცვლეთო, მაგრამ აბა თუ იცით, ბატონებო, რომ რამდენი ნომერი არსებობს ისეთი, რომელიც პირველ გაჩერებაზე ივსება. მერე ხალხი დგას რიგში ასეულობით მეტრი. ელოდებიან როგორ ჩაეტენონ იმ ავტობუსში. მოყვას იქ შესაშვებად არავინ არ გაიმეტებს. მეტრო ადრე იყო პრობლემური ახლა რა, კარგით რა ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი, მაგრამ მეტროზე მეგონი თქვენ არ უნდა ლაპარაკობდეთ, ამას წინათ ერთი კვირის წინ წვიმდა ავლაბარში. მაგრამ მე მინდა თავისთავად, აი უბრალოდ რომ გაჩვენოთ, რას ნიშნავს წვალება. როდესაც 700.000 მანქანას 30.000 საპარკინგი ადგილს უკეთებ. ბოლო 43 წლის განმავლობაში მტკვარზე სამანქანო ხიდი არ აშენებულა. დადიოდა მაშინ 10ჯერ ნაკლები მანქანა, ახლა დადის 10ჯერ მეტი. არაშენებულა პრინციპული შენებლობები. გინდა იქნება ეს გვირაბები, იქნება ეს ესტაკადები, იქნება ეს ახალი მაგისტრალები, რომელიც აუცილებელია ამისთვის თუ ქალაქი იზრდება, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არის ასეთი, რომ ჩვენ ეს კი არ გვინდა. ჩვენ გვინდა რომ ხალხი გადმოვსვათ მანქანებიდან ჯარიმებით, აი რა დონის ამორალურობაა წარმოგიდგენიათ? ჯარიმებით უნდა კაცი გადმოვსვათ ის კი არის კაცი არ ღვევს რაღაცას და სხვა გზა არ აქვს უნდა დავაჯარიმოთო არა უნდა ჩამოვსვათო იმიტომ რომ ჯარიმები ისეთ შემთხვევაში უნდა დავაწესოთ როცა ადამიანს სხვა გზა არ აქვს ხო და მე გეკითხებით არის კი ეს მართალ სიკეთით სავსე ქალაქი თუ ეს არის წვალებით სავსე ქალაქი